ეს არის უკვე შიგნით თვითონ ამ ტაძარში მოხატული, ხო ხედავთ რა სილამაზის კედლები, როგორი რაღაც არაჩვეულებრივი სიმშვიდე სუფევს ვერც გადმოგცემთ. ეს არის სალოცავი ტაძარი, თვითონ აქ ეს ბერები მოდიან და შემდგომ აკეთებენ მედიტაციას, ასევე გალობენ და აი აქეთ ახლა მე მივდივარ, სადაც დგას ეს უზარმაზარი ბუდის ქანდაკება, რომელიც როგორც გითხარით, ჩინეთის მერე აქეთ ტერიტორიაზე პირველია და მის გარშემო უკვე ხა დაგათვალიერებინებთ, ჩამწკრივებული არის სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ, ბუდის ქანდაკებები და ესეთი ღვთაებრივი ესე უხეშად რომ ვთქვათ, ღმერთების გამოსახულება, რომლებიც ინდუიზმში და ასევე ბუდიზმში წარმოადგენს თითეული თავის რაღაცა გარკვეულ ენერგეტიკულ წყაროს. აი ხა შევალთ აქ და აი დაგათვალიერებინებთ, უკვე გაჩვენებთ, აქ ნახეთ როგორ ლამაზად არის გაკეთებული, ხო და აი ეს უკან კედელი ხო ხედავთ გაშლილი როა, ეს მორწყმულია პატარა-პატარა ბუდისტური ქანდაკებებით, ბუდები, აი ეს თეთრი ქანდაკებები უამრავი. აი ესეთი არის, ეს უკვე შიგნით როცა შედიხარ, აი ესეთი ლამაზი ნაკეთობები ძალიან ზოგი არის და ხელში უდებენ ფულს სხვათა შორის. აქ დაწერილია რომ გთხოვთ პატივი ეცითო ჩვენს ტაძარს და ფული არავინ არ ჩაუდოს ხელში, მაგრამ ძველი მეებით რაღაცა ცმრულწმენებით ხალხს მაინც ახსოვს რომ ბუდასაც ჩაუდებ ხელში ფულს, ის წარმატება მოვა შენთან. ესე იგი ერთი არის გზის ბუდა, მეორე არის წარმატების ბუდა, მესამე არის ბუდა, კი არა, ესეთი ლაქშმი და კრიშნა მოგეთ ვერ ჩამოთვლი, თავის სასახელებები აქვს ამ ღვთაებრივ გმირებს. ზოგი არის სიყვარულის ქალღმერთი, ზოგი არის აი ნახეთ წარმატების, მოგზაურობის ასევე, მოკლედ ძალიან საინტერესო და ესეთი უმშვენიერესი სულის დამამშვიდებელი ადგილია.